როდესაც გავდივარ დანამზე ყოველთვის ვიძახი რომ საბა ვარ ბაღდავაზე. როგორ მოძებნეთ ეს ბიჭი ესე რომ ვთქვა, როგორ მოვიდა საბა ჯუდოში? როგორ ვარსკვლავი დაგვებადავეთ. და ესე აგვიხდეს ყველაფერი. ჩავეხუტე გადავეხო ვაკოცე იქ მოგების შემდეგ, იმიტომ რომ სიამოვნებს მებრძოლი ადამიანები. სამი ოქრო. მაგარი მონაპოვარი არის? ეს იყო არნახულად რთული მართლა. სპაში წვეთია. სანამ ოლიმპიურ ოქროს არ დავიკიდებ, ზემანამდე ჩემი მიზანი არაა შესული. გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი ჭანიშვილი, ლიდერ სპორტზე ჯუდოს პოდკასტის დროა. და ჩვენი ახალი მორიგი ეპიზოდი, რომელიც მთლიანად დაეთმობა ჩვენი პარაჯუდოკების, პარაძიუდოისტების ძალიან მაგარ წარმატებას ასტანაში გამართულ იფსა სოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მართლაც მაგარი უნიკალური შედეგით დასრულდა ჩვენთვის ეს სოფლიო ჩემპიონატი. იცის კარგად გულშემატკივარმა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ყავს სამი სოფლიო ჩემპიონი. გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური და რასთავარია საბა ბაღდავაძე, რომელიც თუ არ მეშლება და ეს ასეა ნამდვილად პირველი მსოფლიო ჩემპიონი არის კატეგორიაში J1, რომელიც გახლავთ უსინათლოთა შორის კატეგორია, ასე რომ ისტორიული შედეგი ამ მხრივ, ასევე სამი ბრინჯაოს პრიზიორი, ლაშა ყიზილაშვილი, რევას ჩიკოიძე და ზურაბ ზურაბიანი და გუნდურში, ჩვენმა გუნდმა გუნდურ შეჯიბრში ასევე მოიპოვა ბრინჯაოს медали, რაც ასევე ისტორიული შედეგი გახლავთ და დღეს სწორედ ჩვენი პოდკასტის სტუმრები არიან ისტორიული მსოფლიო ჩემპიონი შეიძლება ითქვას საბა ბაღდავაძე და მისი მწვრთნელი ლევან ქოჩიევი. მოგესალმებით მეგობრებო, საბა, ლევან, გამარჯობა, მადლობა. გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა საბა, მადლობა ლევან. ჯერ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. დიდი მადლობა, ჩვენ ჯერ კიდევ დაღლილები ხართ, თქვენც მეც ერთად ვიყავით ჩვენ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე და ჯერ ვართ ხო იმ ემოციებში ალბათ ხო ისევ საბა როგორი გავიდა რამდენიმე დღე, თუმცა მაინც ალბათ ემოციების ქვეშ ხარ და რა სიტყვი, როგორ ხარ, აბა? ამ ტიტულის შემდეგ. მაქსიმალურად კარგად ვიღდგენ ამ ეტაპისთვის ენერგიებს, იმიტომ რომ თელი ენერგია, თელი ემოცია რაც გქონდა ამ ტურნირში ჩავდე და მე საჭიროება ამ ეტაპისთვის აღდგენა, ჯერ კიდევ იმ ეტაპზე ვარ, რომ ვერც კი ვაცნობიერ, რამდენად დიდი ამბავი არის ჩემს თავს დატრიალებული, მაგრამ კი. ყველაფერი კარგად არის კი არა, მაგრად არის და ამას ვგრძნობ. ნუ ენერგია, ძალიან დიდი ენერგია გაეცი. ნახა გულშემატკივარმა, შენი ყველა შეხვედრა ლევან ხო ალბათ რომ გავიხსენოთ და შევხედოთ მაქსიმალურად დაიხარჯე. მოდი გავიხსენოთ ინდივიდუალური შეხვედრები. შენი სანამ ფინალამდე მივალთ, იმიტომ რომ ფინალი და მანამდეც ნახევარფინალი მოგიწია ძალიან მაგარ სპორტსმენებთან და როგორ შეხვდი ამ დღეს, შენი გამოსვლის დღეს 91 კილოგრამში J1 კატეგორია, რომ გაიხსენო ის დღე, როგორი იყო, აი როგორ მიხვედი დარბაზში, რა ხდებოდა, აქედან რომ დავიწყოთ. საკმაოდ მოტივირებული, საკმაოდ ადრე გავიყვეძე იმისთვის, რომ ემოციურად ყოფილიყავი პირველ რიგში, გუნდიც მაქსიმალურად ჩართული ყოფილიყავით ამ ყველაფერში. პირველი წრე გამოვტოვე, რადგან განთესილთა შორის ვიყავი. პირველ ნომრად ვარ წარმოდგენილი ოლიმპიურ ლიცენზიაში და ამის გამო შემდეგ ინდოელ მეტოქე დავამარცხე, რუსი მეტოქე, საკმაოდ მცირე დროში. ყველაზე რთული შეხვედრა რაც იყო, ეს იყო ფინალში გადასასვლელი. ნახევარფინალი, კი. ფრანკი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი, სამივე სინჯის медали აქვს ოლიმპიადაზე. გამიჭირდა, მაგრამ გავედი ფინალში, მოვიგე და იქ უკვე დაუპირისპირდი ბრაზილიელ მეტოქეს და ისიც საკმაოდ მარტივად მოვიგე. საბა, მოდი აი, მაინც ნახევარფინალი, ხო? სირილ ჟონარი, როგორც თავად ახსენე, ძალიან გამოცდილი პარაჯუდოკა არის, პარასპორტსმენი, უდიდესი ასე ვთქვათ, გამოცდილება უმაგრებს ზურგს, იმიტომ რომ არაერთი ოლიმპიური თამაშების მონაწილეა და თავად როგორც თქვი, არის პარალიმპიური ჩემპიონიც არის, ვერცხლიც აქვს.
მე მგონი ბოლო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა თუ არ მეშლება და ჩემპიონიც არის. მოკლედ ძალიან სერიოზული მეტოქი არის და უფრო დაწვრილებით რომ გაიხსენო ეს ნახევარფინალი მასთან, ფრანკ სირილ ჟონართან. როდესაც შევდიოდი, ლევანმა მითხრა, რომ ყველაზე რთული მეტოქე იქნება, რაც აქამდე ყოლიაო და ემოციურად გავეწყო იმისთვის, რომ მაქსიმალურამდე დამეტვირთა სხეული და ასეც მოხდა, როდესაც ეს შეხვედრა დასრულდა, ვიყავი სრულიად ფიზიკურად განადგურებული, მაგრამ 2 ან 3 საათიანი შვალედი არის ფინალურ ბლოკს შორის და ფინალურ ბლოკში აღდგენილი მქონდა ენერგია მართალია სრულად არა, მაგრამ შეხვედრის მოსაგებად მეყო და შემდგომი შეხვედრა როდესაც იქნება, იმეც ვიტოვებ, რომ მეტად მომზადებული ვიქნები, ასე ვთქვათ, უფრო მაღალ დონეზე და უფრო მარტივად შევძლებ გამარჯვებას, რადგან ეს იყო არნახულად რთული მართლა, მაგრამ ღვთისწყალობდი და ჩვენი მონდომებით ეს შევძელით, მივახციეთ მიზანს. კაი, მოდი სანამ ფინალზე გადავართ, ლევან. პირველ რიგში გილოცავთ ამ წარმატებას, რა თქმა უნდა, თქვენ სამწვრთნელო შტაბს მთლიანად ხო ყველას ჩართულები ხართ ამ იმართულებით და რა სიტყვი როგორ შეაფასებთ მთლიანად ამ სოფლიო ჩემპიონატს და განსაკუთრებულად საბას წარმატებას, საბას გამოსვლას. პირველი დღიდან დაიწყო ჩვენი შეჯიბრი. რაღაცა სასაული მოხდა ჩვენთვის. ქართველი სპორტსმენებისთვის 2 სპორტსმენი ყავდა ფინალში, ორივე გაიმარჯვა. კი ბატონო, საბა და გიორგი ქალდანი, კი. თქვენი ეთერით კიდევ ერთხელ მიულოცავ ქალდანების ოჯახს და საბას მიულოცავ. გიორგიზე 2 სიტყვით ვიტყვი, რომ ძალიან მიკვირდა, რატო არ ქონდა ამ ბიჭს ოქროს медали, კი არა, медалიც არ ქონია სოფლიო ჩემპიონატზე და ძალიან გამეხარდა ამ სოფლიო ჩემპიონატზე. ოქროს медали რო დაიკავა, თან თავის პრინციპულ მეტოქეს მოუგო იაპონელს, რომელიც სხვათაშორის ხო ფინალებისთანაც დათმო ოლიმპიადაში პარიზში. პარიზის თამაშებზე, ხო. ძალიან ძლიერი ბიჭია, სეტო. ხო, სეტო იუჯირო, ხო. თავის სტილში ტაქტიკურად წაიყვანა შეხვედრა და დამატებით დროში გაუკეთა მომგდებიანი კდება. ხო, და აქვე გავუსვენოთ, რომ ფინალში იაპონელს მოუგო. ქალდან გიორგიმ, ხო. იშვიათი შემთხვევა და ძალიან მიხარია, რომ ეს გიორგიმ შეძლო და ჩვენმა სპორტსმენმა რო შეძლო. რაც შეეხება საბას. საბა სულ დიდი ხანი არ არის საბამ, რაც ვარჯიში დაიწყო, სულ არის 16 თვე, არასრული 16 თვე, მაგრამ ჩართული არის მაქსიმალურად მთელი გული სული აქვს ჩადებული სპორტში. და შედეგიც სახელზეა. გავაგრძელოთ მეორე დღეს. ამ პირველ დღემ ძალიან იმოქმედა ჩვენ სპორტსმენებზე. მიხვდნენ გუნდი კარგად იყო მომზადებული. კი, ემოციური დღე გამოვიდა მაგარი, ხო? 2 მსოფლიო ჩემპიონი ერთ დღეს და გადავიდეთ მესამე ჩემპიონზე, ზვიად გოგოჭურზე. ულოცავ მას მესამედ გახდა სოფლიო ჩემპიონი. სხვათაშორის ხომ მე მივაქციე მაგას ყურადღება, ეხლა ნუ ზვიადე ვიცით რიოს პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია. თუმცა აღარ მახსოვდა რომ 2 მსოფლიოც ქონდა მოგებული, ხო? ეს ლისაბონი იყო მე მგონი, ხო? და ერთხელ კორეაში და მე ლისაბონში მოიგო. და სამგზის ბევრი ალბათ არც იქნება რა, მსოფლიოში ესე რომ შევხედოთ, რამდენიმე იქნება სულ რა. თუ არ ვსწრები, ხო? და ზვიად გოგოჭურმა არ იცის. ქართულმა გულშემატკივარმა არ იცის, პირველ შეხვედრაზე ბიცეპსის კუნთი გაიწვიტა მარჯვენა ხელზე. ეგეთი რამე მე არ მინახია, რომ დავინახე. საერთოდ ხელზე კუნთი არ ქონდა. გვერდზე ქონდა გადადებული. მაგრამ თქვა რომ მე უნდა გავაგრძელო, ამას გააკეთებდა მარტო ზვიად გოგოჭური, იმიტომ რომ იყო ამ შეჯიბრზე ძალიან მოტივირებული და სხვა ხასიათით იყო ჩამოსული და მართლაც გააგრძელა შეჯიბრი და
დაიკავა პირველი ადგილი. კი, შედეგი კი ვნახეთ. ხო, ეს ამბავი არის ხო პირველად. ზვიადი მე ფინალის მერე ვნახე მახსოვს რომ ექიმს ელოდებოდა ჩვენს ელოდებოდა რომ კუნთი მაქვს რაღაც რომ შევხედე კლავზე წარმოუდგენელი რაღაცა იყო და ვერც მივხვდი იმ დროს რომ თურმე როგორი ტრაუმით მოუწია ხო გამოსვლა ხო იქ უყურებდი გასახდელში როგორ მუშაობდა ჩვენ ავტო ხმიადაშვილის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ავტოს დახმარებით და ზვიადის ესე ჩართულობით და რო თქვა რომ მე ამ შეხვედრას ნახევარფინალი უწევდა ამ შეხვედრას უეჭველად ვიჭიდავებო და მე ვნახოთ რომ მესამე ადგილისთვის იქნება თუ ფინალი იქნებაო მე ვნახოთ მაგრამ ნახევარფინალს აუცილებლად ვჭიდავ. დიახ. გავიდა და ამარცხა ბრაზილიელი მეტოქე, შემდეგ თავის უშუალო კონკურენტი დაამარცხა უზბეკი ძალიან წარმატებული ტიტულოვანი სპორტსმენი გარამატოვი. გარამატოვი, ხო. აქვე ორი სიტყვით შევეხოთ ჩვენ ბრინჯაოს პრიზიორებსაც. აუცილებლად, კი. ზურიკო ზურაბიანს მინდა მიულოცოს ბრინჯაოს медали, მეორე медаლია სოფლიოს ჩემპიონატების. დიახ. რომელმაც იმანაც თავის უშუალო კონკურენტთან წააგო, ვისთანაც დათმო პარიზის პარალიმპიური თამაშების ხო, ეს უზბეკი მეტოქე, ხო? ხო, ოლიმპიური ჩემპიონია. ძალიან ძლიერი ბიჭია. ნამოზოვი, ხო. მაგრამ მჯერა რომ ზურიკო ახალგაზრდათან რომ ოქროს медаლს დაიკიდებს კერძზე და აჟღერებს ქართულ ჰიმნს. მესამე ადგილი დაიკავა კიდე ბრინჯაოს медаლი და ულოცავ ლაშაყიძილაშვილს, რომელიც სტაბილურად გამოდის უკვე წლების განმავლობაში. სხვათა შორის ძალიან სტაბილურად. 95 კილოში ძალიან კარგი კონკურენცია, გოგოჭური და ღიზილაშვილი. ერთმანეთს არ მიცემენ მოდუნების საშუალებას. და კიდე ერთი მესამე ადგილი რევას ჩიკოიძე, რომელმაც ნახევარფინალური შეხვედრა დათმო მომავალ ჩემპიონთან. კი, ყაზახ სპორტსმენთან, ხო? ახალგაზრდა სპორტსმენია, ძალიან ძლიერი სპორტსმენია. რევაზმა სხვათა შორის ყველა შეჯიბრზე დაამარცხა. ყაზახის სპორტსმენი პარალიმპიურ თამაშებზეც დაამარცხა. სამწუხაროდ ეხლა დაუთმით შეხვედრა. დაიკავა მესამე ადგილი. მესამე დღეს გადავინაცვლეთ გუნდურ. ლევან, მოდი სანამ გადავალთ გუნდურზე, საბას დაუბრუნდეთ და ამიტომ ფინალი ჩვენ ფინალზე სასაუბროთ. ფინალს უფრო დიდი დრო დაუთმოთ, ხო? საბა ფინალი. ფინალი, როგორც შენ თქვი, ამ ნახევარფინალმა ამ ჟონერთან ძალიან დიდი ენერგია წაგართვა, ხო? თუმცა იყო ის რამდენი მეგონი 2 საათიანი შესვენება იყო ამ პერიოდში მოახერხე ძალების აღდგენა და როგორ ფინალს როგორ გაიხსენებ და შეხვედრას ამ ბრაზილიელ მეტოქესთან ფინალის წინ მაინც არის ხო ხელვანერიულობა როგორ მოახერხე რომ გაუმკლავდი ამ ყველაფერს და ფინალში ძალიან დამაჯერებელი იყავი ნახე გულშემატკივარმა რა თქმა უნდა შენი შეხვედრა არაერთხელ და ძალიან მაგრად დამაჯერებად დაამარცხე შენი მეტოქე, ხო? როგორ გაიხსენებ ფინალს? სხვათა შორის ყველა შეხვედრაზე, რაც ან ბევრს ხომ ნერვიულობა ახასიათებს, ის მე არ მახასიათებს განსაკუთრებით იმის გამო, რომ ლევანი არის ჩემი წვრთნელი და არ მჭირდება ზედმეტი ფიქრი, იმიტომ რომ წინასწარ რასაც მეუბნება, იქაც როდესაც შევდივარ ადამიანზე, მართალია მთელი დარბაზი გუგუნებს და ოვაციებია იქ, მაგრამ მე არავის ხმა არ მისცეს გარდა ლევანის და როდესაც ასეთი შეთანხმებული მოქმედება მიმდინარეობს სტატამზე, ჩემი გონებაც ყველანაირად მაქსიმალურად დასვენებულია და ერთადერთი რასაც ვაკეთებ ხოლმე იქ შესვლისას, ფსიქოლოგიურად განწყობა მაქვს იმისთვის, რომ აი ეს ტრანვები რაც მაქვს ის ყველაფერი, ეს ფაქტორები, რომ მოვიშორო რა შესვლისას და დანარჩენი უკვე ის რაც იქამდე არის რა განვილი რაც დადამამდე არის გავდილი ის შრომა საქმიანობა უკვე ყველაფერი ერთმანეთზე კომბინირებულია და შედეგით ამით მიიღწევა მინდა კიდევ გითხრათ ის რომ არ აქვს მნიშვნელობა სპორტი იქნება თუ სხვა საქმე ერთი ადამიანი ფონს ვერასოდეს ვერ გავა ამიტომ გვჭირდება ხოლმე გუნდური მუშაობა და მინდა მადლობა გადაუხადო მთელ გუნდს ჩვენი ექიმს ჩვენს
განსაკუთრებული მადლობა ლევანს, ჩვენს დამხმარე მწვრთნელს შმაგის და ჩვენს უფროსობას, რომელიც ყოველთვის მაქსიმალურ საკეთებენ საქმეში დებენ და შესაბამისი შედეგიც არის, რომ ერთმანეთს ასე ვავსებთ და ერთი მიზნისკენ გვაქვს ლელო რა. კი ბატონო. ნუ ფინალი დაიწყო თუ არა, ეგრევე აიღე მომგებიანი ქულა, ხო? მე მგონი თავიდანვე რამდენიმე წამი იყო გასული, ხო? თავიდან პირველი ჩავლებიდანვე იგრძენი ალბათ, ხო, რომ იმ ფინალში შენ იქნებოდი გამარჯვებული. როგორ გახსოვს ეს პირველი მე მგონი ვაზარით შეფასდა თავიდანვე არა, პირველივე გდება. ის გდება, ეგრეთ წოდებული გდება, რომელიც მე შევასრულე, ის განსაკუთრებული ილეთი, ან ყველა შეხვედრას ვიწყებ, სტარტი მაქვს შემდეგი პოზიცია და იყო შემთხვევებით წინა მსოფლიო თასზე, რომელიც არნახული სისწრაფით მოვიგე, ერთ წამიც არ დამჭირებია ალბათ. აქაც ამ შეხვედრაზეც პირველი შეხვედრა ინდოელთან ერთ წამში მოვიგე და ეს ილეთი არის, რომელიც ჩემი საფირმო ილეთი არის, ასე ვთქვათ და ამას ვაკეთებ. შემდეგ იმის მიხედვით, როგორ სტილს მეჭიდავება მოწინააღმდეგე, იმის მიხედვით უკვე ლევანი წვეთს რა უნდა გავაგრძელო და როდესაც კარნახობს იმ სტილით ვაგრძელებ ჭიდაობას. ასე რომ საკმაოდ ახალგაზრდა მეტოქია, საკმაოდ კარგად ვითარდება ეს ჯერონიმო. ხო, ჯერონიმო სილვა, ხო. ძალიან გამოცდილები არიან. დიდი ალბათობით ეს ბიჭი მეყოდება ჩემი კონკურენტი იქნება ძალიან მაგარი მეტოქე და იქ შეატყობდით. ჩავეხუტე, გადავეხვიო ვაკოცე იქ მოგების შემდეგ, იმიტომ რომ სიამოვნებს მებრძოლი ადამიანები. ძალიან გიждები მათზე რა, ასე ვთქვა და ანუ საკუთარ თავზეც, იმიტომ რომ ყველა მებრძოლი შენ ახარ. ხო, რა თქმა უნდა. მიჩვენია კარგი კონკურენცია იყოს, ვიდრე ვიღაცის სისუსტის ხარჯზე მოვიგო. რა თქმა უნდა, ხო. სათაშორის ეს აი პარა ჯუდოში კარგად ჩანს ხოლმე. თქვენ კიდე რაღაც უფრო მეტ სხვანაირი დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთის მიმართ, ხო, სპორტსმენებს, უფრო მეტად გამოხატავთ ემოციებს თითქოს და იმიტომ რომ აფასებთ ხო ამ შრომას, რაც ჩადებული გაქვთ ამ სპორტში არა, იმიტომ რომ კი, მალევე მეორე გდებათ საუღე ამ ბრაზილია სპორტსმენს მეორე ვაზარი და დასრულდა ეს შეხვედრა და სხვათა შორის ჯუდო ისეთ ჯუდო ისეთი სპორტია რომ არ გვაქვს ემოციების გამოხატვის უფლება და იქ რა ემოციებიც არის მაქსიმალურად ვცდილობთ რომ თავი შევიკავოთ და იმის იქით უფრო მეტი ემოციებია ეხლა მაყურებლისთვის არ არის რა თვალსაჩინო და იმის იქით უფრო ძალიან მაგარი ემოციები. რა თქმა უნდა. ისე მაყურებელი ესწრებოდა, ანუ თბილის გულშემატკივარი იყო ჩამოსული, ხო, მართალია დიდი რაოდენობით არა ამჯერად, მაგრამ დარბაზში იყვნენ ქართველები და ამას თუ გძნობდი ალბათ ატყობდი რომ დაუშვათ ისინი იქ იყვნენ და ამდენად გეხმარებოდა ეს ყველაფერი, ან რა სიტყვი ამის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მათგანს გულშემატკივრობისთვის, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იმ დარბაზში ყოფნის დროს, რა, თითოეული წამი, რომელიც იქ მისვლამდე, გასვლამდე, დატოვამდე გასვლამდე, უგრძნობდით მათ მხარდაჭერას და ეს მოტივაციას გმართ. არა მხოლოდ ტრიბუნებზე ყოფი ადამიანების კაკეის თითოეულ კომენტარში რასულდა გულსდებენ, როგორ გულშემატკივრობდნენ, თითოეული მათგანის გულშემატკივრობა მოტივაცია ჩვენთვის და მადლობა ყველა მათგანს. კი, საბა, ჩვენ მალევე ინტერვიუს ჩავწერეთ იქვე ასტანაში, ერთად ჩავწერეთ თქვენ და კიდე გიორგი ქალდანი და იქ ესეთი რაღაცა თქვი, რომ აი ვარჯიშების დროსო თქვათ აი როცა ვიღლებოდიო, ან ვიღლებოდიო კი არა, უბრალოდ ვარჯიშებისგან ტკივილს რო გძნობდიო და უშოთ იმდენად მაგრად ბოლომდე ვარჯიშობდი, რომ მაგრამ ვფიქრობდიო, როგორი იქნებოდა კვარცხლბეკზე საქართველოს დროშა და ეს ემოციები და ეს ყველაფერი და ეს განიცადე უკვე ფიზიკურად ხო მოახერხე ეს ყველაფერი და ალბათ ამ ხრივაც განსაკუთრებული იყო კვარცხლბეკზე დგომა და აი ეს დაუშვათ სირთულე რაც აქვს ვარჯიშებს უკვე იქ რო დგეხარ
ამის ფასს ხვდები უკვე ალბათ არა? როგორ როდესაც ვარჯიშობდი, როდესაც გავდივარ დანამზე, ყოველთვის ვიძახი რომ საბა ვარ ბაღდავაზე და ბევრს დავიდან, ასე ვთქვათ, სიცილად არ ყოფნიდა. მაგრამ მე ვიცი რატომ ვაკეთებ ამას. საბა ბაღდავაძეს როდესაც ვიძახი, ვიცი ვინ ვარ, ვის სახელს ვატარებ, ვის გვარს ვატარებ, რას წარმოვადგენ. ქართველი ვარ, ქრისტიანი, ღვთისმშობლის სიყვარულზე დავიბადე და მთელი ცხოვრება უფალი მფარავს შესაბამისად იმაზე მეტად ვალდებულად მეტი გავაკეთო, ვიდრე სხვა დანარჩენი სხვა ქვეყნის წარმომადგენლები და როდესაც ვარჯიშებზე კი ასე იყო, ტკივილისაგან ბევრჯერ მიტირია, მაგრამ როდესაც ვიხსენებ, რომ მეტი მაქვს სამუშაო და კიდევ უფრო მეტიც უნდა გავაკეთო, ეს მაძლევდა მოტივაციას და ეს დროშა, რომელიც ყველაზე მაღლა აღმართე, ჩემი ქვეყნის დროშა, ეს იყო ზუსტად ის მოტივაცია, რომლისთვისაც ამდენს ვაკეთებდი და კიდევ მომავალში წაუგებელი არავინ იმას არ ვამბობ, რომ არ წავაგებ, მაგრამ ის შემიძლია, რომ მაქსიმალურად ვიჩავდო თითოეულ შეხვედრაში და ამ შეჯიბრისთვის მოსაზრებელ პერიოდში და ამას გავაკეთებ, პირობას ვიძლები ამისას. ძალიან მაგარი პირობა არის. ლევან, რა სიტყვი? იცი, სულ მინდოდა მეკითხა, ალბათ აინტერესებს გულშემატკივარსაც, როგორ აი ხო ახსენე კიდეც რომ საბას დაწყებული აქვს ძიუდო წელიწად ნახევარი, ხო? ნუ დაახლოებით ესე. როგორ მოძებნეთ ეს ბიჭი, ესე რომ ვთქვა, როგორ მოვიდა საბა ჯუდოში? საბასაც ვკითხავთ, მაგრამ აი თქვენგან კიდევ საინტერესო არის. გასულ წელს საბა მოვიდა დედასთან ერთად, ქალბატონ მალვინასთან ერთად. და მითხრა ესეთი რაღაც რომ დამირეკა კომიტეტმა რომ პარაძიუდოში უნდაო სპორტსმენია მოსულიო. მივედი გავიცანი საბა და დედამისი და ესეთი რამე მითხრა რომ გავიცანი ოლიმპიადა როდის არისო. ოლიმპიადა 7 თვეში, 8 თვეში არის მეთქი. ძალიან კარგიო, მაშინ მოვემზადოთო ოლიმპიადისთვის. ესეთი დიალოგი შედგა. და საბას გამეცინა და უთხრა რომ საბა ამ ოლიმპიადაზე რომ მოხვდეთ არის საჭირო ქულების დაგროვება, შეჯიბრებები არის და სამწუხაროდ მეთქი ვერ მოხვდებით მეთქი, იმიტომ რომ ორი შეჯიბრი არის დარჩენილი და ორივე შეჯიბრზეც მაქსიმალური ქულები რო ავიღოთ იმ ოლიმპიადაზე ვერ ხვდებით და საბური პარიზზეა საუბარი პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე დიახ და წამოვიდა ცრემლები. ვაიმეო მეო ცოტა დამაგვიანდაო და მე გამეცინა და ავედი მე დავემშვიდობე, დავიგეგმეთ. ავედი კომიტეტში, ხელმძღვანელობას უთხარით, მეთქი ეს სპორტსმენი მოვიდა. მეთქი ისეთი შემართებით არის მეთქი, რომ მე მგონი ძალიან მაგარი ბიჭი არის მეთქი და მე მგონი ვარსკვლავი დაგვება და მეთქი. და ესე აგვიხდეს ყველაფერი. ნამდვილად იანვრის 30 რიცხვიდან ჩემი ძმის დაბადების დღეს ვივარჯიშეთ პირველად. ხო, დიახ. და ერთ სპორტსმენთან ერთად რამინ ყიფშიძე, რომელიც ჩვენთან ერთად იყო. კი ბატონო, კი ბატონო. 95 კილოგრამ წონით კატეგორიაში. სამწუხაროდ მედალი ვერ აიღო, მაგრამ გუნდურში ბრინჯაოს მედალი გუნდთან ერთად იყო. მოიპოვა. დაიწყო ვარჯიშები და საბა, აი რასაც ეხლა აქ ლაპარაკობს. აი მაგ შემართებით იყო პირველი დღიდან. ბოლო დღემდე და ვარჯიში ეიძახის. ამ სიტყვას საბა ვარ ბაღდავაძე და მეტი და მეტი. საბა იხარჯება ყოველ ვარჯიშზე 100%-ით. დიახ, დიახ. და აი ეს ხასიათი რაც აქვს, მებრძოლი და საჩემპიონო ხასიათი ეს მოუვიდა ვარჯიშებიდან. აი ვარჯიშებიდან გამომდინარე რომ იხარჯებოდა, იმიტომ მოუვიდა ეს ხასიათი. იგრძნო თავის შესაძლებლობები და ერთი ვარჯიში არ აქვს გაცნელი, ერთი ვარჯიში არ აქვს აი ამან მოიტანა ეს შედეგი. ძალიან მაგარია. საბა გახსოვს ის დღე რომ მიხვედი პირველად რომ ესე იყო ხო, ანუ როგორ დაიწყე ხო ძიუდო? ეგ დღეებიც მახსოვს. პირველად ეს უთხარი ზუსტად ეს სიტყვები უთხარი თუ 1% მაინც შანსი არის რომ ამ ოლიმპიადაზე მოხვდე მეთქი გამოვიყენებ და მაშინ არ მითხრა.
რომ შანსი იყო და მე პირველი შეჯიბრი ვიჭიდავე სამწუხაროდ წავაგე. მაგრამ როდესაც გამოვედით მახსოვს რომ ისეთი მაგარი ბიჭი ხარო რომ მინდა რომ შანსი მოგცე ამ ოლიმპიადაზეო და ეგრეთ წოდებული ველური ბარათი შემივსეს დიპარტითი. სამწუხაროდ დადებითი პასუხი არ მოგვივიდა, მაგრამ ის დრო რომელსაც ვემზადებოდით ამ ოლიმპიადისთვის ყველა შეკრება გავიარე ოლიმპიური სპორტები, ეგრეთ წოდებული სპორტები და ძალიან წინ წავწია, ძალიან გამომადგა შემდეგში უკვე ოლიმპიადის დასრულებიდან რამდენიმე თვეში ვიჭიდავე ასევე ყაზახეთში პირველი გრან-პრი და პირველი ადგილი დავიკავე. კი, მაქედან დაიწყო მე მგონი, ხო? შენი ასე ვთქვათ ყველაფერი. წარმატებები, ხო? კი, აი ის იმდენად ბევრი ჩავდე იქ, რომ უკვე მივხვდი აი ახლა რომ ხედავ სად ვიყავი და უკვე სად ვარ, ხვდები რომ ბევრი გავიარე, თუმცა კიდე ბევრი მაქვს გასავლელი რა, ეს სხვაში წვეთია. სანამ ოლიმპიურ ოქროს არ დავიკიდებ, გულზე მანამდე ჩემი მიზანი არაა შესრულებული. კი, ჩვენ რა თქმა უნდა, აი ყველა შენი მიზნის ასრულებას გისურვებთ და ის საინტერესოა, მოდი უფრო მეტად რომ მოუყვე შენს შესახებ გულშემატკივრს, ხო? ჩვენს ვინც გვისმენს ახლა, ხო, გვიყურებს, გვისმენს და აი სპორტით დაინტერესება, ხო? იმიტომ რომ ბევრმა შეიძლება მოგბაძოს, შეიძლება ბევრი დაინტერესდეს, რომ სპორტის სიყვარულის გარეშე ალბათ, თავიდანვე ალბათ ესე იყავი, ხო, სპორტის მიმართ. აი შენს შესახებ ცოტა მეტი რო გითხრა. ბავშვობიდან დაკავებული ვიყავი სპორტით. პატარა ასაკიდან თავიდან კარატე, ტაეკვანდო, პერსონალური სტილი ჭიდაობა. სამწუხაროდ ხედველობის გამო ვერ გავაგრძელე ეს 2017 წელს შევწყვიტე პერსონალური სტილი ჭიდაობა. ძალიან მიყვარდა ეს სახეობა. შემდეგ გავწყვიტე სპორტთან კავშირი აბსოლუტურად დიდი ხანია 7 წელი და ძალიან გამიჭირდა აქამდე მისვლა. რომ ძიუდოში მისულიყავი და ახლა მესმის საერთოდ შეხება არ აქვს და როდესაც ვამნები რომ მობრძანდით გოგონებს ბიჭებს ალბათ მათთვის როგორი რთულია ეს ამ ნაბიჯის გადადგმა მე მესმის რა მათი მაგრამ პირობას ვიძლევი რომ თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ ძალიან მაგარი იქნება მათი ცხოვრებისთვის გაიუმჯობესებენ ცხოვრებას ხედველობას როდესაც კარდავ იქ რთული მომენტები ხდება რა და სწორედ ამის გამო გამიჭირდა რა ცუდი მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ როდესაც გადავდგი ერთი ნაბიჯი რომ უკეთესობისკენ პირობა მივეცი საკუთარ თავს პირველ რიგში უფალს რომ სულიერად ფიზიკურად უფრო მეც და მეც გავაკეთებდი, სწორედ ის პერიოდი იყო, რომ მოვედი პარასპორტში და შევხვდი მადლობა ღმერთს რომ შემოხვერა ბატონ ლევანს და უკვე ერთად როგორც ერთი მოქმედი ორგანიზმი რა, ერთი მოქმედი სისტემა ერთად დავიწყეთ და ვაგრძელებთ იმედი მაქვს ყველაფერი უფრო მეტი შედეგსაც მივაღწევთ. კი ბატონო და გუნდური, მოდი გუნდურზე იმ დღეს კი არა ცოტა ხნის წინ იმის ხუმრობდით კიდეც იმას რომ გუნდურში უფრო მეტად იმდომებს საბაო ხო რიგო უფრო მეტად იმიტომ რომ გუნდურს კიდე დამატებითი ისა აქვს ალბათ არა რომ ანუ შენ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული და პლუს კიდე გუნდისთვის მოგაქვს შედეგი ხო და გუნდურში ძალიან შეუჩერებელი იყავი ფაქტობრივად ის გამარჯვებები თან ძალიან ეფექტურად მოიგე ყველა შეხვედრა გუნდურში რაც შეატარე ამას გეტყვით, სხვადასხვა ლევანისთვის არ მაქვს ეს ნათქვამი. ვაპირებდი რომ მეთქვა რომ გუნდს არ ვიჭიდავებდი ფიზიკურ მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან ხელს ვერ მომოძრავდი, ფეხმუხლები მთლიანად ტრამვირებული ვიყავი და ჩემს სწორედ კატეგორიაში იყო კიდევ მიშიკო შიობრიშვილი, რომელიც უნდა სრული ქონდა ჭიდაობა და მიდოდა რომ მას ეჭიდავა მაგრამ ასეთი რაღაცა მოხდა როდესაც სანამ ვეტყოდი რომ არ ვიჭიდავებ ამ და მიზეზის გამო ასეთი სიტყვები მითხრა რომ
ძალიან მაგრად გამიმართლე იმედიებიო და მთელ გუნდს ახლა აქვს შენი იმედიო და ეს იყო ჩემთვის არ ვიცი იმდენად მოტივაციის მომწემი რომ აღარაფერი აღარ მithქვამს ექიპთან იმედი და საუკეთესო საშუალება რითაც შემიძლია რომ ეს ტკივილები დავიამო რომ ეს გამიკეთე მეთქი ავტოსთან ხო? დიახ დამატებით ემოციურადაც განვეწყე, იმიტომ რომ ცალკე რო ჭიდაო ის უკვე მოტივაციის მომცემი არის უკვე გუნდური ბევრად, რადგან უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჩემს თავზე, მთლიან გუნდზეც ინდივიდუალური უკვე ისეთი პასუხისმგებლობა, რომ იქაც დიდი პასუხისმგებლობა გვაწევს, რადგან ქვეყანას წარმოვადგეთ, გუნდს წარმოვადგეთ იქაც, მაგრამ აქ ერთი-ორად მქონდა გაძლიერებული პასუხისმგებლობა და შესაბამისად იმოქმედა შეხვედრებზეც, რადგან უკვე შეხვედრე, აი წინა მსოფლიო ჩემპიონი, რომლის წითელი არშიაც გადმოვიბარე, ის დავამარცხე 15 წამში, მეორეც ანალოგიურად მცირე დროში მოვიგე, საკმაოდ ეფექტური შესრულებით. ხო, ეს უკვე უზბეკთან, ხო? მეორე შეხვედრა, ხო? ბრინჯაოს მედალისტვის რო იყო, ხო? ერთადერთი გულის წვეტარაზე თქონდა ფინალში გადასასვლელი ყაზახებთან. კი ბატონო, ნახევარფინალი დავთმეთ კი. იმდენად გულდაწყვეტილი ვიყავი, რომ აი პირველი შეხვედრა რო წამეგო ალბათ ისე არ ვინერვიულებდი და ისე ემოციური არ ვიქნებოდი ალბათ. აინკაც ვიქნებოდი, მაგრამ ამდენად არა. კი, ალბათ გუნდურშიც ახლა იქნება ხო კიდე უფრო უკეთეს სინჯის მედალი ლევან. ჩვენ გუნდურზე შეგვაწყვეტინე საუბარი, ხო და ახლა გავაგრძელოთ, ხო? მოდი მაშინ გუნდურს რაღაცა ვაგრძელებთ, საბათი დავიწყებთ. კი, ბატონო. საუბარს ის ნამდვილი იყო, რომ ლევანო რაღაც მინდა გითხრაო და რაღაცა ბიჭებთან საუბრობდით. და შევტრიალდი და საბამ აღარ გააგრძელა საუბარი და უთხარი რომ საბა მეთქი ძალიან მაგრად ხარ და ეხლა განვეწყოთ გუნდურისთვის შენი მეძე ვარ და შენი მეძია გუნდი მეთქი და კარგიო გაეღიმა მეორე დღეს გუნდურზე მითხრა რომ აი ეს უნდა მეთქო რომ ვერ ვიჭიდავებდიო ხელი მტკიოდაო ძალიან და ფეხი მტკიოდა ძალიან რაც შეეხება გუნდურს საბა მიხვდა თავის ძალებში დარწმუნდა რომ იყო ძალიან მაგრად მომზადებული მიხვდა თავის შესაძლებლობებს და ძალიან თავისუფლად იჭიდავა უზბეკებთან მართლა ეს ყაზახებთან სოფლიო ჩემპიონი ჯერ ვაზარი გაუკეთა მე შებოჭა მე უზბეკებთან ის რაღაცა ძალიან მაგარი სარეკლამო ხდება კი სარეკლამო ხდება მართლა კი და საბაზე ორი სიტყვით ვიტყვი კიდე რომ მოდიოდნენ წუთნელები ქვეყნის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და გვილოცავდნენ ულოცავდნენ ჩვენ დელეგაციას რომ ესეთი მაგარი პარასპორტსმენი დაგვემატა გუნდში გუნდურსაც შეეხება ნახევარფინალურ შეხვედრას ცოტა ტაქტიკური გადანაცვლებები ჰქონდა 70 კილოში ზურიკო ამჯობინეთ რო ეჭიდავა 91 კილოში გიორგი ქალდანი აუწიეთ ხო მისთვის სხვადასხვა სოფლიოს ჩემპიონ მოქმედ სოფლიოს ჩემპიონთან შეხვდა გიორგი მოიგო 70 კილოში კი და 91 კილოში ხო სხვადასხვა ახალი გადმოსულია IGF-ის სპორტსმენი არის 90 და პლუს 95-ში რევაზე იყო ჩიკოიძე ჯერთებში ახალი სპორტსმენი ყავს გოგიტა ტერუნაშვილი რომელიც გუნდურში იცავდა ჩვენს ქვეყნის ღირსებას 91-ში საბა იყო და პლუს 95-ში გიორგი ბერიძე დიახ ჩვენი ძველი ვეტერანი დიახ პარასპორტსმენი დავმარცხეთ სამწუხაროდ გადავერთეთ მე მესამისთვის უკვე გუნდი მიხვდა რომ ძლიერად იყვნენ ჩვენ აქამდე გუნდური გვაქვს რამოდენიმეჯერ აჭიდავები ერთხელ მედალთან ხო აი ეს არ მახსოვდა წინა მსოფლიოებზე იყო ხო ეგა ხო ბაქოში იყო ბაქოში ხო იქ სუსტად გამოვედით რადგან ჯერ ერთი სპორტსმენები არ ყავდა
ისეთი რომ ანგარიშგასაწევი ძალა არ იყო. მე ჩინელებთან ბირმინგემში გუნდურ ჩემპიონატზე ნახევარფინალურში მეოთხედ ფინალი დაუთმეთ. ყაზახებთან წავაგეთ. მე ერთი შეხვედრა მოვიგეთ კიდე და მე მესამე ადგილისთვის. სამი შეხვედრა მოვიგეთ ჯეორებში. და სამი შეხვედრა წავაგეთ ჯეერთებში და მე 3-3-ზე ფორტუნაზე ამოვიდა ჯეერთი სპორტსმენი. სამწუხაროდ წავაგეთ. ახლა საბა რო დაგვემატა გუნდში, უფრო მეტი შანსები გაჩნდა და ეს გამოჩნდა კიდევაც შეჯიბრზე. გვაქვს შანსები და ახლა ევროპის ჩემპიონატი გვექნება სექტემბრის ბოლოს და იქ ჯერ პირადული გვაქვს საჭიდაო და მე გუნდურშიც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ლიდერები ვიქნებით ამ ევროპის ჩემპიონატზე. კი, სხვადასხვა ესეც მაგარი ამბავია, ხო, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება, უკვე გადაწყვეტილი არის, ხო, რა თქმა უნდა, სექტემბერში. ეხლა წელს მსოფლიო თასი იყო, ხო? თბილისის გრანდსლემის შემდეგ ჩატარდა მსოფლიო თასი, აგერ მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ხელა წარმატება არის, თქვით რომ ევროპის ჩემპიონატი იქნება სექტემბერში და იქაც ამ ხრივ შეიძლება ითქვას, ხო, რომ ანუ ტურნირების სიმრავლე და თან წარმატება კიდე უფრო მეტი შედეგი, კიდე უფრო წარმატებულები ხართ და თან გუნდი ძალიან მაგარი გუნდია და ხელშეწყობაც წამოვიდა უფრო მეტი, ხო, მე მგონი შეხვედრაც ჰქონდათ რამდენიმე დღეს სპორტის სამინისტროში და ასე პარალიმპიური კომიტეტი აქტიურად არის ჩართული და არის სამიმართულებით, რა თქმა უნდა, წინსვლა, ხო, ამაზე ხო შეიძლება საუბარი. კი, ორი სიტყვით ამ მომზადებასაც რა თქმა უნდა, კი. მომზადებასაც გეტყვით. ეს დეკემბერში რო დაიგეგმა ჩვენი კალენდარი. შეკრებები დაიგეგმა. მე ისე იყო, რომ სოფლიოს ჩემპიონატი, ჯერ სოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა წელს და შემდეგ ევროპის ჩემპიონატი. და მე მოგვეცა საშუალება კომიტეტს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რომ სოფლიო თასი ჩატარდა. კი ბატონო, და ისე იყო, რომ შეგვეძლო, რომ აი მაგალითად აი ამ დროს ჩაეტარებინათ სოფლიო თასი და შემდეგ სოფლიოს ჩემპიონატი და მომზადების პერიოდში ისე დავამთხვიეთ, რომ დიახ. წინა სოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი შეჯიბრი ისე დროს ჩავატარეთ, რომ ჩვენი მომზადებისთვის იყო იდეალური. და შედეგზეც აისახა. მადლობა მინდა კიდე გადავუხადო სპორტის სამინისტროს, რომელიც მართლა ჩვენ სპორტსმენებზე ძალიან მაგრად ზრუნავენ. გუშინ წინ იყო შეხვედრა ბატონ შალვასთან და ძალიან თბილად და კარგად შეხვდნენ ამ ისტორიულ შედეგს, მართლა ისტორიული შედეგია. დიდი ხანია მე სპორტში ვარ 30 წელია და ესეთი შედეგი მე არ მახსოვს. არც რომელიმე სახეობაში გახსოვთ თქვენ? ხო, არა, ისტორიული შედეგია ნამდვილად. კი, სამი მსოფლიო ჩემპიონი. გაგვიჭირდება რომ გავიხსენოთ, კი, ალბათ. ხო. და ეხლა არის მსოფლიო ჩემპიონატი 3 კვირაშია ძიუდოს და ძალიან მინდა. კი. ბუდაპეშტში, კი. 4 ოქრო რო აიღონ და ყველამ რო ოქრო რო აიღოს და ესე ჩვენი შედეგია, ესე გადაამხონ. ძალიან მინდა უსურვო ძიუდოისტებს წარმატება. რა თქმა უნდა, კი, 2 მსოფლიო ჩემპიონი ყოლიათ, რა თქმა უნდა, 2. ეხლა წინაზე, კი, წინ აბუდაბიში. ხო. ასე რომ ამ ხრივ ესე იგი სექტემბრამდე ახლა როგორი გრაფიკი გაქვთ გზადების საინტერესო თქვენ შეკრებები გექნებათ ალბათ მე მგონი კიდე ეგვიპტეში უნდა იყოს ხო გრან-პრი კაიროში თუ არ ვცდები ხო კი უნდა იყოს გრან-პრი სამწუხაროდ ეს გრან-პრი იყო ჩანიშნული ივნისში და ახლა რატომღაც გადაიტანეს აგვისტოს 28-ში და ეს ჩვენ ხელს მიშლის მომზადების პერიოდში და სავარაუდოდ ჩვენ იქ არ ვიასპარეზებთ მანამდე ტარდება თურქეთში ახალგაზრდული ფესტივალი დიახ პირველად ტარდება და ჩვენი სპორტსმენები ისინი ჩვენი ნაკრები ჩავალთ 3 სპორტსმენით ახალგაზრდა სპორტსმენები არიან
ეს კარგი არის, რომ აი ახალგაზრდა რა თქმა უნდა. მოდი შეება ჩვენი ნაკრები. რა თქმა უნდა, ლევან ქალთა პარა ჯუდოზეც ვთქვათ, ხო, ეხლა ამ შემთხვევაში ინა ქალდანმა ვერ მიიღო მონაწილეობა, ხო, ჩვენი პარა სპორტსმენი, ხა ინას აქვს ბრინჯაოს медаლი პარალიმპიურ თამაშებზე, აქვს ვერცხლის медаლიც ასევე, ხო, სწორად მახსოვს და თუმცა ტრავმის გამო ხო, მან ოპერაცია გაიკეთა და ვერ მიიღო მონაწილეობა და ამ ხრივ როგორ არის გოგონები თუ ჩანან ასე ვთქვათ ასპარეზზე, რომლებიც შეიძლება ხო სამწუხაროდ ინავერი ასპარეზა ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი სპორტსმენია. რა თქმა უნდა, კი. პრიზიორი არის ევროპის ჩემპიონი, არის პარალიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორი, ხო. მაგარი ოჯახი. კი. მაგარი ოჯახია სპორტული. ერთი ტიტული აკლია. ერთმანეთს ეჯიბრებიან გიორგი და ინა, ხო. ოქროს მედალი და დარწმუნებული ვარ, რომ ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე აუცილებლად მოიპოვებენ და მინდა რომ ორივე მოიპოვოს. ქალთა ნაკრები სამწუხაროდ დიდი გუნდით არა ვართ. ახალი სპორტსმენი ყავს ქეთი გილიგაშვილი, რომელიც ვარჯიშობს და ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ეხლა თბილისში რომელიც იქნება სექტემბერში, ხო? იქ ნახავთ ესე იგი. მაგრამ არიან ახალგაზრდა სპორტსმენები. ერთ-ერთი ჩემი ბიძაშვილი არის ქეთევან ყაველაშვილი, რომელიც ასაკით ჯერ პატარაა და არ უწევს ისა შეჯიბრებები. დიახ. მაგრამ სამომავლოდ შევეცდებით, რომ ძალიან დიდი ტიტულოვანი სპორტსმენი გახდეს ჩვენი ქეთი. კი ბატონო, ჩვენს უსურვოთ წარმატებებს, რა თქმა უნდა და თავარი სამიზნე, საბა აღნიშნე კიდე ჩვენ, რომ ესე იგი შენ რომ მოხვედი პირველად ხო აქ ტატამიზე რომ შემოვიდი ფეხი ასე ვთქვათ პირველი ეგ ეკითხე ოლიმპიური თამაშები როდის იქნება ხო და დრო ძალიან სწრაფად გადის ფაქტიურად შეიძლება ითქვას ლოს-ანჯელესის პარალიმპიურ თამაშებამდე 2028-ში არის ხო ის ულტიმატივარმა და თავარი სამიზნე გახდი მსოფლიო ჩემპიონი მაგარი მიზანდასახული ხარ და მაინც რა სიტყვი როგორ მოემზადები პარალიმპიური თამაშებისთვის მაგარი იქნება ალბათ ხო თან ჩვენი გუნდიც ალბათ ლევან უკვე ისეთი გუნდი იქნება ხო ეხა ფაქტიურად წინა პარალიმპიადაზე 3 ფინალი მიჭიდავს ბიჭებმა ხო 3 ფინალი წარმოთქვ ხო 3 ფინალი ხო ნუ მანამდე ტოკიოშიც იყო მედლები იქაც არაერთი ფინალი იყო მანამდე იყო რიოში მეგონი მარტო ზვიადი გახდა პარალიმპიურ ჩემპიონი ხო კი მხოლოდ ერთი სპორტსმენი ყავდა ხო კომიტეტს მხოლოდ ერთი ოქრო ქონდა ისიც ზვიად გოგოჭურმა იყო მეტი სპორტსმენი არ ყოლია პარაძივდოში კი რაც შეეხება ამ ჩვენ 5 სპორტსმენით ვიყავით, პარასპორტსმენით ვიყავით პარალიმპიურ თამაშებზე. აქ 4 მედალი აიღო, ლაშა დაგვრჩა სამწუხაროდ მედლის გარეშე. ხო, პარიზში, ხო. თან ცუდი რაც იყო, ყველა ფინალი წავაგეთ. 3 ფინალი წავაგეთ, ერთი მესამის ფინალი წავაგეთ. ინამ მოიგო მარტო. ინამ მოიგო მხოლოდ, მაგრამ ამ სოფლიო ჩემპიონატზე პირიქით გამოვასწორეთ 7 შესაძლებლობიდან 7-ვე მოვიგეთ. სხვათა შორის ეხლა დავფიქრდი ხო, ანუ ესე იგი 3 ფინალი მოვიგეთ და ასევე 3 შეხვდა ბრინჯაოს მედლის ყველა და პლუს გუნდური, ხო? 7. ყველა. ამ იმით გამოვასწორეთ და იმედია რომ ლოს-ანჯელესის ოლიმპიადა იქნება საქართველოს ისტორიაში შევარავი მაღალი სინჯის მედლებით კიდე ერთ ისტორიას დავწერთ. იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს არის გამოცდილი სპორტსმენები ყავს არიან ახალი სპორტსმენები აი საბა ყავს სოფლიო ჩემპიონი უკვე და დიდი იმედებით ვართ შემართება არის გუნდში მართლაც ეს 3 წელიწადი ისე გავა რომ ვერც გავიგებთ და ნენელა დავიწყეთ უკვე მაგისტრის მზადებას კი ბატონო საბა რა სიტყვი კითხვი უკვე რას უნდა გეთქვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ლოს-ანჯელესის პარალიმპიური თამაშები არის მთავარი სამიზნე ხა შენთვის, ხო ალბათ შენ კარიერაში, ხო? რაც უკვე ვთქვი, გავიმეორებ, ძალიან დიდი გზა გავიარე ამ მცირე დროში, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მაქვს გასავლელი და ეგრე არის, რომ ამიას ეს საფეხურამდე ვერ მიხვალ პირველი, მეორე და ეს საფეხურები არ გაიარე და ეს 3 წელი მაქვს იმისთვის, რომ მოვემზადო მაქსიმალურად და ის რაც მაქვს გასავლელი
გავიარო და იმედი მაქვს რომ მივახცევ საწადელს 2028 წელს მეც გავიხარებ ჩემი ოქროს მედალით და თქვენც გაგახარებთ თელ საქართველოს. კი, ეს დაპირება და ეს მედალი ვაჩვენოთ, ეხლა ესე იგი სულ ცოტა ხანია რაც დაიწყე ხო და უკვე შენს ყულაბაში სამი ოქრო. მაგარი მონაპოვარი არის. ეხლა ეს ორი მედალი არის ასტანას მსოფლიო ჩემპიონატიდან, ერთი პირადი მსოფლიო ჩემპიონის და მეორე გუნდური, ხო? სამი ოქრო პირადში მაქვს. და ის ოქრო გაქვს ჩემპიონატიდან და ერთი გუნდური მესამე. ასტანაში მოიგო გრან პრი ნოემბრის თვეში, მე მარტში მოიგო ჩვენთან თბილისში, ხო. ეხლა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. კიდე ხო არა რამე ისეთი რაც თქვა შენ გულში მატკივარს გინდა უთხრა, შენ ოჯახს გინდა უთხრა, შენ მეგობრებს, ადამიანებს, ვინც გვერდში გიდგანან და იზიარებენ შენ წარმატებას, ხო? არ მიყვარს ეს მადლობების გადახდა, აი მადლობა მირჩევნია, ჩემი მადლიერება ყველას მიმართ, ჩემი საქმით დავამტკიცო და რა თქმა უნდა, კი. შედეგებით ასე რომ და დაპირებით რომელიც დაგვირდი, ხო? დაპირდი ყველას, ხო? და შენ თავს პირველ რიგში. თვალი გვადენვეთ, გულშემატკივრეთ და ჩვენ ერთად შევძლეთ, იმიტომ რომ უკვე ვთქვი ძალა ერთობაშია, ერთად გვაქვს ძალა და რა თქმა უნდა. გულშემატკივრეთ და მაქსიმუმს ჩვენს მაქსიმუმს ჩავდებთ და მაქსიმუმ შედეგებსაც დავდებთ. თავარი ეგ არის, და თავარია რომ შენ საკუთარი თავი ამ სპორტში იპოვე, ხო, მოძებნე, ის არის ის ადგილი, რომელიც ასე ვთქვათ შეგიძლია თქვა ესე რომ ძიუდო სპორტის სახეობა გახდა შენ თვითონ თქვი რომ დადიოდე ჭიდაობაზეც და თუმცა ჯუდომ მოგცა ეს ყველაფერი როგორ ფიქრობ ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი მაგრამ მაინც ის სახეობაა რომელიც შეც გინდოდა რომ ყოფილიყავი რა სიტყვი აი ჯუდოზე რა სიტყვი საინტერესოა რამშრითი შეგაყვარა თავი გარდა იმისა რომ ტიტულები მოგცა პირველ რიგში ის რომ ცხოვრების ხალისი დამიბრუნა, იმიტომ რომ როდესაც ხედულობა დავკარგე რა, იმის მერე თული პერიოდი მქონდა და მეგონა რომ ვეღარ შევძლებდი სპორტის ხრივ, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჯუდო როდესაც დავიწყე, უკვე იმდენად მომეწონა რომ ჩემი თავის რეალიზება მოახდინე ამ სპორტში და იმდენად კარგად ჩავერთე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენაირი ადამიანების რა შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთათვის მსგავსი სივრცეების შექმნა, მსგავსი სამუშაო, აი ეს როგორ განმოცე არ ვიცი რა და ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო პარასპორტის ფედერაციას, რომ ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას მარტო ჯუდოზე არ არის საუბარი რა, იქ სახეობა და ყველა შეუძლია ერთად დაინტერესდება იქ იპოვოს თავის თავი და ახალი სიცოცხლეს გვაძლევს მართლა ეს სპორტი და ეს სპორტის ფედერაცია რა, ეს პარასპორტის ფედერაცია და მადლობა მათ. მეტი არაფერი ამოვწურე ბოლო. კი, ყველაფერი თქვი, და კი. მე დანარჩენს კი. შეჯიბრებზე ვიტყვი რა. დიდი მადლობა. დანარჩენ ტატამიზე გამოჩნდება, სადაც ჩვენ კიდე არაერთხელ შევხვდებით და შენი გამარჯვებით და ბიჭების და გოგოების წარმატებით კიდევ არაერთხელ გავიხარებთ და ქვეყანას ასე ვთქვათ ვამცნობთ და ასე შემდეგ ყველაფერი ხო დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ მასპინძლობთ მე გეტყვით ორი სიტყვით გიორგი ძალიან დიდი მადლობა თქვენი გადაცემა ძალიან მიყვარს და ყოველ ახალ გადაცემას სიხარულით უყურებ მადლობა მოწვევისთვის და ესე ჩვენ შედეგებს რა ესე ავრცელებთ დიდი მადლობა თქვენ მადლობა ჩვენ გუნდს ასე მე სამ გადაცემას აკეთებს ჩვენ ერთად ბრძოლას აი ეს შედეგი მოაქვს ძალიან გვიხარია რომ შეჯიბრზე ჩვენთან ერთად ხარ კი მეც ყოველ ნაბიჯს ბრძნობ თქვენსას დიდი მადლობა სპენდელს და მაყურებელს შევახსენოთ რომ დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმრები გახდნენ პირველი მსოფლიო ჩემპიონი პარაჯუდოში კატეგორიაში J1 საბა ბაღდავაძე და ნაკრების მწვრთნელი პარაჯუდოში და ასევე საბას პირადი მწვრთნელი ლევან ქოჩიევი. დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე უყურეთ ჯუდოს.